რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სახელით მოგესალმებათ თენგის გოგოტიშვილი. აუცილებლად გვიყურეთ და აუცილებლად გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რის ეშინია პროჭორილოს ყველაზე მეტად. 1. ვინმემ საკუთარი ქვეყნის დასაცავად ჯარში არ გაიწვიოს და ხელში არ დააჭერინოს ავტომატი. და მეორე. ვინმემ არ გაათხოვოს და ხელში არ დააჭერინოს რაღაც სხვა. ამისკენაა მიმართული მთელი პროჭორილური პროპაგანდა და მეტი საფრთხე არ იციან. საქართველოში თუ კაცების გათხოვება დააკანონეს და თუ მეორე ფრონტი გახსნეს, გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ თუ ვიზის გარეშე დიდი მნიშვნელობა არ ექნება. საქართველოში მეგბირდებით, ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეესში და ვერავინ ვერ გადაკეთდება თუ არის ქალი კაცა. კი, ჩემო ლეგიტიმურო. აი, მაგ ყულულებით რომ ხედავენ ევროპაში, ეგრევე იწყებენ ფიქრს როგორ გაგათხოვონ. ხედავდნენ, აწე რაღაც გნახავენ აგიჭედეს კარი. როგორც შენ აუჭედე გულისკარი და არც ერთი კაცი არ შეუშვი ბრიუსელიდან. არა, ოჩახ რომ არ გათხოვდი. ცდუნება ალბათ დიდი იყო. ოქროს კოშკებს კპირდებოდნენ, მაგრამ არ დანებდი. აფერუმ. შენი ამბავი გასაგებია, მაგრამ იმ ხალხს მინდა ვკითხო, ვისაც ჯერ კიდევ უშვებენ ევროპაში. ჯერ კიდევ. ხალხო, ამ ევროპებში რომ დადიხართ, თვალები ხომ იგაქვთ? ხომ გინახავთ, რა ლამაზი გოგონები ყავთ? მოულილი, მოხდენილი, თავისუფალი, განათლებული. და აი, ამისთანა ქალების პატრონ კაცს. ვის და რატომ უნდა მოუნდეს მაინც და მაინც გურა მაჭარაშულზე იქორწინოს თან ძალდატანებით. აი, როცა არ უნდა მაჭარაშულს რა. ხო რავი, უარზე ვარო, ასე ამბობს. პაპუაშულზე ვინ და რატომ უნდა იქორწინოს ძალდატანებით. ვოლსკიზე, შარმანაშულზე, შალავარამიშულზე, შათირიშულზე, დიტო სამხარაძეზე, გენო პეტრიაშულზე, ბოჟაძეზე. აი ამაზე გვარს არ დავასახელებ. ან ამაზე, ვერ დავასახელებ გვარს, არ ვიცი და არც მაინტერესებს. იმათაც ხომ იციან იმ ევროპელმა კაცებმა, რომ ეს ქართველი კაცები, რომლებიც ყოველდღე ხედავენ ამას, აი ამას. შვედი, ესპანელი, იტალიელი თუ ხორვატი კაცებისგან ამის დამნახავების საერთოდ არ გაიხედავენ. ხო და მაშინ გათხოვება კი არ უნდა მოგვახვიონ თავს, ჩვენ ქართულ მამრებს, არამედ ძალით უნდა მოგვიტაცონ, როგორც ლეკები იტაცებდნენ ქართულ ქალებს ოდესღაც. სხვა არაფერი არ დარჩენიათ უბრალოდ. ხო და ჩამოყვეთ ახლა იმავე სიას თავიდან. ეს მაჭარაშვილი ლავანი მოსატაცებელია. პაპუაშვილი, ვოლსკი, შარმანაშვილი, შალავარამიშვილი, შათირიშვილი, ბოჟაძე, სამხარაძე. აი ეს გვარს არ დავასახელებ. ან ეს ვერ დავასახელებ მეთქი გვარს ხო გითხარით? არ ვიცი და არც მაინტერესებს. და კაი, ეგენი ყველანი მოიტაცე და გაყიდე სტამბოლის ბაზარში ან ცოლად მოიყვანე. აი, გენო პეტრიაშვილს რას უპირებ? მაგის მომტაცებელი რომელი ხართ ერთი. აი, ამიტომ არ მეშინია მაგ ევროპების და ამიტომ ვერ მოგვერევიან. დიდი ხანია სპორტული სიახლეებით არ გამიხარებიხართ. არა და რაგბიზე არაფერს გეტყვით. წაგვართოს ევროპის თასი. კანონზომიერად. ასე იცის, როცა ფედერაციის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით ნიშნავ. და ნაკრების წევრებს სადმე ტიტუშკებად ამუშავებ. აჩხუბებ მაგალითად კალოშეს ბანერის დასაცავად. ან როცა ნახევარ ნაკრებს ჩაგიხსნია დოპინგის გამო თავის ექიმიანად. სხვას არაფერს არ უნდა ელოდე. ქონდა რაგბი გვიხარო და 6 ერში აქციეთო, იტალია გამოაგდეთო, მაგრამ აღარა. ეგეც ხოცობის გადავარდნას ელოდება, როგორც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში. დღეს კი სხვა სპორტით გაგახარებთ. ჭიდაობით. სულ ახალი ლიგაა სახელად რაფი. ამერიკაში შეიქმნა და რა თქმა უნდა კომერციაზეა ორიენტირებული. ერთ წელიწადში მოახერხა იმდენი, რომ მოიწვია ჰენრი სეხუდო მაგალითად, რომელსაც 18 აპრილს შედაობა აქვს მერაბ დვალიშვილთან. ველოდებით. მაგრამ მერაბ მანქანის სიახლეებით ახლა არ გაგახარებთ. ამჯერად უნდა გაუწყოთ, რომ ამ ლიგასთან რაფთან კონტრაქტი გააფორმა ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა და 28 მარტს პირველად იჭიდაებს ვინმე ბობ ბასეტთან. ეს ბასეტი 19 წლისაა და შეერთებული შტატების ქვემსუბუქი წონის თავისუფალ მოჭიდავეთა ათეულში შედის. პერსპექტიული ბიჭია ვამბობენ. ახლა ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონის გამოყვანა ნებისმიერ ხალიჩაზე, ნებისმიერი შეჯებრისთვის დიდი პრესტიჟის საქმეა. ამიტომ გასაგებია რისთვის დაჭირდათ იმათ ხინჩეგაშვილი. ყოფილ ჩემპიონ ხინჩეგაშვილს რისთვის დაჭირდებოდა ეს კონტრაქტი, ასევე გასაგებია. რაფში როგორც ამბობენ, ჰონორარებად მრავალნულიან რიცხვებს უწერენ. მაგრამ მე უარს ვამბობ გავიგო, რისთვის ჭირდება კონტრაქტი კაცს, რომელიც თავს პარლამენტის წევრს უწოდებს.
და აქ მხოლოდ 14000-იან ყოველთვიურ ხილფასა და სხვა პრივილეგიებზე არ მაქვს საუბარი, რომელიც მოყვება ამ საქმეს. საუბარი მაქვს პარლამენტის წევრის საქმეზე. პარლამენტში საქმე გამოგელია ლეგიტიმურო. განათლების დამანგრეველ რეფორმას რომ განიხილავდი ჭკვიანი სახით, რამდენადაც გამოგდის. და ბოლოს ეს სიმახინჯე რომ დაამტკიცეთ. მაგით დასრულდა შედი მოვალეობა. ამ ხელა deep state-ი გვებძვის. მამული განსაცდელშია. კაცების გათხოვებას გვაძალებენ და რა გეჭიდავება ბიჭო. ამერიკაში ჭიდაობა ხო წარმოგიდგენიათ. ერთ მხარეს ფრენას 24 საათი, მეორე მხარეს 24. ეს უკვე 2 დღე. მერე ტრაპიდან ხوار ეკვეთები ახლა იმ ვიღაცას. რამდენიმე დღე აკლიმატიზაციისთვის გჭირდება ვარჯიშისთვის. თუ რამე დაგიზიანა და მერე საავადმყოფოში უნდა გაატარო კიდე რამდენიმე დღე. ჩამოხვალ და მაინც შრომის უნარო ხარ. გადიხარ ბიულეტენზე. და გვაქვს ჩვენ მაგის ფუფუნება? გვაქვს ფუფუნება რომ ამისთანა კადრი დეპუტატი ხინჩეგაშვილი ინტელექტის, სოდნის, ანალიზისა და სათნოების ტიტანი რამე სხვა საქმეზე მოვაცდინოთ გარდა კანონშემოქმედებისა. პასუხია არა. ცალსახად არა. და ეგეც არ იყოს ამ ხინჩეგაშვილს ვეკითხები ახლა. შენ არ იყავი კანონი რომ მიიღო ადამიანს მეორე სამსახურში მუშაობის უფლება აღარ აქვს. და იქვე ჩაწერა პედაგოგიური თუ შემოქმედებითი მუშაობის გარდა. მაგრამ ეგეც მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. არა, შენ რას დააჭირე ხილაკს რომელსაც კითხეს. ხო და ახლა გეკითხები შენ. ამერიკაში ჭიდაობა პედაგოგობაა თუ ხელოვნება? და რომელი უფროსის თანხმობა გაქვს? შალვა პაპუაშვილის წერილი გიჭირავს ნებას ვრთავ იჭიდაოსო? ნებას ვრთავ მოწყდეს კანონშემოქმედებას და 2 კაპიკი შეიტანოს ოჯახშიო? თან ინგლისურად. ნოტარიულად ამოწმებული. თუ კანცელარიის ბეჭდით. და მაგის ჯანი არ იყოს. მე ამერიკაში ნაშოვნი ფული რომ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება გამოგდის. იქიდან ფულს ჩაგირიცხავენ და როგორც კი ფეხს მიადგა მაგ პარლამენტში ან ხმას ამოიღებ და რამე სიტყვი პოლიტიკაზე, თუნდაც ასეც. ჩატარდება ტურისტული პოტენციალის მქონე მეურნეობის კვლევა. უკაცრავად ნამდვილად ცოტა აუღელვდი ამდენ ხალხს რო უყურებდა ესეთ საპასუხისგებლო საქმეს რო დავადექით და ახალი სარეკრეაციო სივრცეები. ესპანეთის ბევრ ქალაქში სოფლებში წყალი არ არის. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა აქვს, რომ სოფლებში წყალი საერთოდ არ არის. მე იმას არ გეუბნები, ომკანს მოუშვებ. ხო, ძალიან ბევრ სოფელში ესპანეთის ეს. გერმანიაში როგორც იტალიაში. ევროკავშირში შევად, კარგათაც ვიქნები და აქეთაც დაგვიძახება, რომ ცოტა ადრე ხوار გინდათ მოსვლა მოდით. მორჩა უკვე უცხოეთის აგენტი ხარ. გავლენის თუ ჯანდაბის, მაგრამ აგენტი. პირველ ჯერზე ჯარიმა, მეორეზე ვირი საბანო. აბა როგორ გინდა ძმისაო? შენ მიღებული კანონები და გვაჩვენე რა ბიჭი ხარ მათ შესრულებაში. ტატამია ეგ, ტატამი. რჩებით პოზიტიურ ტალღაზე. ქართულ მილიარდერთა სიაში იმას გადაასწრო ამან. ეს არის მიხეილ ლომთაძე, ყაზახი. არა, ქართველი, მაგრამ ფული ყაზახეთში შოა. 2026 წელს Forbes-ის მონაცემებით უკვე 6 მილიარდი აქვს. ამისაკი თუ, ისე კარგად გადამალა რომ აწი ჰააგის ტრიბუნალი თუ იპოვის. ლომთაძემ ბოლო დროს ბიზნესი გადაჭიმა თურქეთზეც. იყიდა საფეხბურთო კლუბები თავად ყაზახეთსა და ინგლისში, Wyckoff Wanderers. ინვესტიცია უნდა ჩადოს და ახალი ბექემები აგზარდოს. ჩემი მშობლები ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ მთელი ფული ჩვენს განათლებაზე იხარჯებოდა. მუდმივად მყავდა რეპეტიტორები მათემატიკაში, ფიზიკაში, ინგლისურში. საჭმელი მაგიდაზე არ ჰქონდა, მაგრამ მყავდა მასწავლებელი. მეორადი ტანსაცმელი მეცვა, მაგრამ მყავდა მასწავლებელი. რა ბიზნესი აქვს მიხეილ ლომთაძეს? ჰოლდინგი კასპი. არა, ის კასპი არა, გეი ქორწინებები რო აგზალეს და ცემენტის პლერში რო იხრჯობა. კასპი როგორც კასპია. სხვა. ამ მილიარდერის ბიზნესი იმ მილიარდერისგან განსხვავებით, რომელიც სინამდვილეში დიდი მასშტაბის ჩარჩია, ფოკუსირებულია ხვალინდელ ტექნოლოგიებზე, რომელიც უკვე დღესაა ხელმისაწვდომი. ელექტრონულ ვაჭრობაზე, ფინანსურ ტექნოლოგიებსა და რაღაც სხვა. ლომთაძე ძალიან სერიოზული ქველმოქმედია. ღია წყაროებს შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია, როგორ ეხმარებოდა მაგალითად პატარა ყაზახურ ბიზნესებს, რომ კოვიდის დროს არ გაკოტრებულიყვნენ. კოვიდის დროს ყიდულობდა და არიგებდა ფილტვების სავენტილაციო აპარატებს, სწრაფ ტესტებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს. მცირე ბიზნესს სხვათა შორის ეხმარებოდა 2022 წელსაც, როდესაც ალმატიში არეულობა დაიწყო. მისი ერთ-ერთი ბოლო მიღწევა იყო ყაზახური ხელოვნური ინტელექტის შექმნა. ჯერ საკუთარი კომპანიის საქმეებში დამხმარე დასჭირდა, მერე შეხედა და გახსნა მომხმარებლისთვისაც. მაგრამ გონი ყველაზე მაგარი რის დანერგვასაც ახლა იწყებს, ხელით გადახდა. ასე. თითქოს გუშინ იყო ჯიბით რომ დაქონა მთელი ხელფასი და თითის დასველებით ვითვლიდით, მერე ვიხდიდით. მერე ბარათები დაქონდა, მერე ბეჭედი, მერე რაღაც ჭკვიანური საათები.
ეგენი ჯერ ვერ მოგვინელებია და ამ კაცმა სოფლიოში პირველმა ხელი დაადე და გადაიხადეო. Каспиалакан тоже в шоке, кто первый клиент, который подключается к Каспиалакану. Все, Шавкат подключился к Каспиалакан. მორჩა ჩართულია. მეტი არაფერია საჭირო. Больше ничего делать не надо. Быстрее მორჩა достать смартфон. სმარტფონის ამოღებაზე უფრო სწრაფად ხდება. Первый наш клиент, Это который что, оплатил первый клиент? с Каспиалакан. Шавкат, спасибо большое. საგანგებოდ ვეძებე და ვერ სადვნახე ცნობები როგორ მონაწილეობს მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის პოლიტიკაში. არ მონაწილეობს, რა ვიცი. ძალიან კარგი თუ ყაზახეთის პოლიტიკაში ჩართვა არ უნდა, მაგრამ ქართულში ხომ არ მოუნდებოდა. პარტიების თუ არა სამოქალაქო სექტორის ან მედიის დაფინანსება მაინც. რა ვიცი, თუ შეიცვლით აზრს ბატონო მიხეილ, ჩემს რეკვიზიტებს პირადი შეტყობინებით გამოგიგზავნით და წინასწარ დიდ მადლობასაც გეტყვით. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. Я помню, очень гадაცემია.